გამარჯობა მეგობრებო, ამ ვიდეოში ვისაუბრებ იმაზე თუ როგორ ვიკვებები ბოლო 1 თვეა, იმისთვის რომ წონის კლება გამოვიწვიო, რა სიძნელეებს წავაწყდი ამ გზაზე, რა არის მნიშვნელოვანი, როგორ შეგიძლიათ თქვენს და ნებისმიერ ადამიანს დაიწყოს იგივე პროცესი ისე რომ ძალიან არ გაუძნელდეს, არ აღმოჩნდეს ეს ტანჯვის და წვალების პროცესი და ეს აღმოჩნდეს უფრო მეტად ასე ვთქვათ ახალ ცხოვრების სტილზე გადასვლის პროცესი. თავისუფლებას ვაძლევ რომ ესეთი ვიდეო ჩავწერო, იმიტომ რომ უკვე 1 თვეა მუდმივად ამ ასე ვთქვათ პროცესში ვარ და ფაქტობრივად არ მახსოვს მე ჩემ ცხოვრებაში რომ რაღაცა 1 თვე კვებასთან დაკავშირებით რაღაც კონკრეტულ რეჟიმში ყოფილიყავი. არასოდეს ესე არ ყოფილა და ეს პირველი შემთხვევაა, რაც ძალიან მახარებს და აი ის თუნდაც რაღაცა მცირე გამოცდილება რაც შემეძლო მე დამეგროვებინა, აი ამ 1 თვის განმავლობაში პრაქტიკული გამოცდილება. ის მინდა რომ გაგიზიაროთ. პირველ რიგში დავიწყებ იქიდან რომ ზოგადად მიცდია ძალიან ბევრნაირი რამ. დიეტები იქნებოდა ეს თუ სხვადასხვა ტიპის კვება თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყველაზე ეფექტური და ყველაზე ასე თუ ისე აქამდე რაც გამომდიოდა ხოლმე არა ამ ბოლო 1 თვის განმავლობაში, არამედ იქამდე იყო ფასტინგს, რასაც ეძახიან, ანუ შიმშილი. გრძელვადიანი შიმშილი. გულისხმობ რას? არის intermittent fasting-ი, რომელიც გულისხმობს რომ რაღაც კონკრეტული შუალედებით შიმშილობ და რაღაც კონკრეტული შუალედებით ჭამ საჭმელს. ეს იმისთვის არის რომ საშუალებას აძლევს შენს ღვიძლს რომ მასში არსებული გლიკოგენი დაიწვას და ანუ რეალურად მოდი ესე ვთქვათ შაქარი ასე ვთქვათ შაქარზე რაზეც და გლუკოზაზე რაზეც რომ გლუკოზა როგორც ენერგიის წყარო ასე ვთქვათ დახარჯოს და შემდეგ უკვე როდესაც ეს ენერგიის წყარო აღარ აქვს, შემდეგ იწყებს უკვე დაგროვილი ცხიმის, ანუ ზედმეტი წონა რაც გაქვთ, იქიდან იღებს ამ დაგროვილი ცხიმის მასას და იმას ხარჯავს რა. და საჭიროა ამისათვის რომ რაღაცა რაოდენობა მინიმუმ 12 საათი არ გქონდეს მიღებული საჭმელი, რომ დაიწვას ეს გლიკოგენი რაღაც რაოდენობით და მერე რომ გადავიდეს ამ ცხიმის წვაზე. ეს მიცდია თავიდან ვცადე რაღაცა 18 საათიანი, 20 საათიანი ვერსიები, ანუ დღეღამის განმავლობაში 20 საათი არ ჭამ და 4 საათიანი შუალედი გაქვს. მაგალითად რა გაიღვიძე დილას, რავი, 12 პირველი 2 საათი მოვიდა, აი 2-დან 6-მდე შუალედი გაქვს რომ ჭამო და მერე ისე შემდეგი დღის 2 საათამდე უკვე აღარ ჭამ. საკმაოდ ისეთი ეფექტური მეთოდია, თუ გამოიყენებ კონსისტენტურად მუშაობს, კონსისტენტურად გულისხმობ რომ ყოველდღიურად დიდი ხნის განმავლობაში თუ გამოიყენებ მუშაობს. თუმცა რაღაც თავისი პრობლემები აქვს მოკლედ და ჩემთვის იმდენად კომფორტული არ აღმოჩნდა, იმიტომ რომ ფსიქოლოგიური მომენტია, როგორც წესი ხშირ შემთხვევაში სიმსუქნე. და შენ რომ ამ შუალედს აკეთებ და მერე ამ შუალედში თუ ისე მოიქცევი რომ აი რასაც გინდა იმას შეჭამ, ბევრს შეჭამ, ცოტა შეჭამ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი საკუთარ თავთან თამაშის და საკუთარ თავის მოტყუების ზღვარზე გადიხარ რა. მაგრამ ამასთანავე მე ნელ-ნელა მე მივეჩვიე, ვივარჯიშე ასე ვთქვათ და ვცადე 36 საათიანი ფასტინგი, 36 საათი ხარ მშიერი და მერე ჭამ. ეს დაახლოებით არის რომ აი საღამოს 6 საათზე რომ დაიწყო ფასტინგი ვთქვათ, სიტყვაზე ამბობ. მეორე საღამოს 6 საათამდე არ ჭამ და არც იმ დღეს არ ჭამ, ანუ 24 საათი გავა და არ ჭამ. და მერე დილის 6 საათიდან შეგიძლია ფაქტობრივად ჭამო, მაგრამ დილის 6 საათზე ხარ მაგისტვის ხო არ ადგები რომ შეჭამო. და 36 საათი გავა დილის 6 საათზე და მერე როცა გაგეღვიძება ადგები და დილაობით როგორც წესი არ გშია.
და შეიძლება გაწელო ეს კიდე რაღაცა და შეიძლება საკმაოდ ესე 40 საათამდეც ავიდეს 36 საათიან ფასტს როცა აკეთებ. მაგრამ 36 საათიანი ფასტი ყველაზე მარტივად გაკეთებადი გრძელვადიანი ფასტი აღმოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. 48 საათიანი, 72 საათიანი მიცდია და არისო პრობლემა, ასევე მიცდია გაგიკვირდებათ და ერთ კვირიან. ანუ 7 დღის განმავლობაში რომ არაფერს არ ჭამ და ეგეც ასე ვთქვათ გამომიცდია რამდენჯერმე. სიმართლე გითხრათ, ძნელი არც ერთი არ არის. განსაკუთრებით ასე ვთქვათ მარტივდება ეს პროცესი თუ თქვენ ადგებით და სანამ შიმშილს დაიწყებთ, მანამ მიიღებთ ხორცს და ცხიმს. ანუ წინასწარ რომ მოემზადოთ, შეგიძლიათ თქვენი ორგანიზმი შეამზადოთ 2-3 დღის განმავლობაში ხორცი და ცხიმი რომ მიიღოთ ძირითადად საკვებად და ნახშირწყლები და ტკბილი საერთოდ ამოიღოთ. აღმოვაჩენთ, რომ ცოტა ხანში აღარ გშიათ და მე აღმოვაჩენთ, რომ დიდი ხნით გაძლება შეგიძლიათ, აი გაძლებაზეც კი აღარ არის რა, ანუ არ გშივდებათ უბრალოდ. და ფასტზე თუ ჩათვლით, რომ ნუ ზოგადად ყოველ დღე როგორ არ გშივდება, დღეში ერთხელ მაინც შეიძლება მოგშივდეს. ჰორმონები, შიმშილის ჰორმონი რომ აიწევს მაგის გამო, მაგრამ ან შეიძლება რამდენჯერმეც. მაგრამ და ნუ მაგ დროს გიწევს რაღაცით გამკლავება, რაღაცით გადატანა რა. მაგრამ ისე ზოგადად ასე მუდმივი შიმშილის შეგრძნება საერთოდ არ გაქვს რა. ანუ ფასტზე რო ხარ და შიმშილობ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შიმშილის შეგრძნება გაქვს. ეს პირველი მითია, რაც მე აღმოვაჩინე, რომ შიმშილი რაღაცა მეგონა რომ რაღაც სუქშია და რაღაცა სინამდვილეში არა რა, კონკრეტული მომენტებია, რაღაც მაქსიმუმ 9 საათიანი შუალედი შეიძლება აღმოჩნდეს, რომელშიც აი შიმშილის გრძნობამ შეიძლება შეგაწუხოს ცოტათი, მერე გადაივლის და მორჩა რა. და რაღაც მომენტში უკვე გრძელვადიან იმაზე რა ქვია ფასტზე ეგეც არ არის. მაგრამ რა პრობლემა აქვს ფასტს? ფასტი ძალიან კარგია, იმუნური სისტემის რესეტს იწვევს, ბევრი რაღაცისთვის კარგია და საკმაოდ აი ფასტზე როცა ვარ, დღეში 1 კილოს ვიკლებ, შეიძლება მეტსაც ხანდახან რა, განსაკუთრებით ჩემ წონაში. და ეხლა 163 კილოგრამის ფარგლებში ვარ ამ წუთას. მაგრამ როდესაც ასე ვთქვათ ფასტზე ხარ, მაინც რაღაცნაირი სტრესია ორგანიზმისთვის. და როდესაც ფასტს ამთავრებ, მერე იმის ასე ვთქვათ განცდა გიჩნდება, რომ აი ეხლა ხო ფასტზე ვიყავი და ამდენი კილო დავიკელი და რაღაცა და მოდი ეხლა რაღაცა დავასაჩუქრებ ჩემ თავს და რაღაცა ტკბილს შევჭამ, რაღაცა იმას ვიზამ, რაღაცა მოკლედ ესეთი ამბავია რა. მე კიდე ვიქნები ფასტებზე რა. და ეს მომენტი ისეთი რაღაცნაირი ფსიქოლოგიური მომენტია, რომ ანუ ჯერ ერთი ჰორმონალურადაც გირევს ძალიან ბევრ რაღაცას, ტკბილებს რო ჭამ და რაღაცა შაქარს რო იღებ. ზოგადად ნიუტრირება დაცვლის პროცესი ისევ სხვანაირი ხდება. ისევ გადადიხარ იმ მომენტში, რომ აი რადგან ნახშირწყლები და შაქრები ჭამე სულ გშია და სულ რაღაცის ჭამა გინდება და სულ რაღაცა ერთ ამბავში ხარ და მოკლედ იმის მიუხედავად, რომ ძალიან ბევრჯერ მიცდია ფასტები, რეგულარულადაც ისეც ასეც, მოკლედ და ანუ ძალიან ეფექტურად დამიკლია წონაში, მოკლედ დროში ძალიან სწრაფად და კარგად, ამის მიუხედავად მე ყოველ შემთხვევაში მე არ მომეწონა ფასტების ისეთი ფორმატი, სადაც ფასტების შემდეგ მე ძველ ცხოვრების წესს უბრუნდები და ისევ შაქარს შეჭამ, იმიტომ რომ ჩათვალე რომ რაღაცა აი ანუ ეხა უკვე იმსახურებ ამას რატომღაც რა. ხო და შაქარი იმდენად პრობლემური რამ არის, რომ ყველაფერს იმდენად გირევს ცხოვრებაში და განსაკუთრებით როდესაც ჭარბი წონა გაქვს, რომ რაღაც სხვა გზა არის მოსაფიქრებელი, ისეთი გზა, რომელიც არ მოგანდომებს შაქარს. ოღონდ აი მთავარი პრობლემა ის კი არის, რომ
გაუძლო და უნდა გაუძლო და დიდი მოთმინება უნდა გქონდეს და რაღაცა. არა. თუ გაძლებაზე ხარ, ისეთ კვებას, ისეთ დიეტაზე ხარ, ან ისეთ კვებაზე ხარ, რომელიც დროსაც გაძლება გიწევს, ჩათვალე რომ წაგებულია თამაში რა. ანუ თუ იმაზე ხარ, იმაზე გაქვს ორიენტირება, რომ აუ ეხა დიეტაზე ვარ და ეს როდის მორჩება და რომ მორჩება მერე დაუბრუნდები ძველ ცხოვრებას და საყვარელ საჭმელებს შევჭამ და რაღაც ნამცხრებს და ტკბილეულებს და ნაყინებს და ისე და ასე. მან ჩათვალე რომ წააგე უკვე. მან თუ მასე გიფიქრება, თუ მაგას ფიქრობ, თუ აი cravings რო ეძახიან ეს მოთხოვნილება და ეს რაღაც განსაკუთრებული ეს შეგრძნება გაქვს რომ რაღაც თითქოს ორგანიზმი გთხოვს ტკბილს. სინამდვილეში სისულელეა, მაგრამ ეს შეგრძნება გაქვს. ხო, თუ ეს შეგრძნება გაქვს, ესე იგი უკვე წააგე. მე ამას მივხვდი ამ ერთი თვის განმავლობაში და ახლა ვეცდები გითხრათ როგორ მივხვდი და რა გავაკეთე და რა მოხდა და რანაირად მოხდა. ნუ ზოგადად ყოველთვის ვიცოდი რომ ცხოველურ ასე ვთქვათ დიეტაზე გადასვლა, ცხოველური საკვების მიღება, კარნივარ დიეტას რო ეძახიან, არა უბრალოდ კეტო, არამედ ძირითადად კეტოში მაგალითად მცენარეული რაღაც ბევრი რაღაცებიც მოსულა. ამ შემთხვევაში კარნივარი არის რომ მარტო ცხოველურ ცხიმს და ცილას იღებ, ანუ ხორცი, ძირითადად რძის პროდუქტები, მაგრამ არა რძე და ნუ კვერცხი და ესეთი რაღაცები მოსულა მოკლედ რა. ხო და მოკლედ ყოველთვის ვიცოდი რომ ეგ ძალიან ესე ვთქვათ ეფექტური იყო, მაგრამ არ მიცდია, იმიტომ რომ ამბობდი რომ აი მოდი ფასტები კარგად მუშაობს, მოდი ფასტებს დავარეგულირებ, ფასტებზე იქნები ხშირად რაღაცა და ფასტებით გამოვალ რა, გამოძრები და ეხლა როცა ფასტზე არ ვიქნები, ტკბილს და რაღაცებს შევჭამ რა. მაგრამ ეს შევცვალე მთლიანად, იმიტომ რომ ფაქტი იყო რომ არ გამოდიოდა 178 კილო ვიყავი უკვე რაღაც ეტაპზე და მაგ დროს დავიწყე ფასტები და მაგ დროიდან მაგ დროს სადღაც 10 კილო დავიკელი და მერე ერთი თვის წინ დავიწყე ესენი რა ქვია, ეს კარნივარ ამბავი და მანუ მარტო ცხოველური კვება და აი ცხოველურ საკვებზე მთავარი მოამი ის არის, რადგან მაღალ ცხიმიანია, მაღალ ცილიანია და შესაბამისად ძალიან კარგი კვებითი ღირებულება აქვს. დაიწყებ ჭამას აი პირველ მეორე დღეს. ზოგადად უნდა გქონდეს ის შენ თავს უნდა მისცე პირობა, რომ ზოგადად ეს აკრძალვები და შეზღუდვები არ არსებობს. უბრალოდ ჭამ რამდენსაც გინდა. ანუ არ იშიმშილებ თავს, არ მოიშიებ შენ თავს ამას ეუბნები რომ არ გშია, ანუ არ მოიშიებ თავს, თუ გინდა, ოკეი, ჭამე. კვერცხი შეგიძლია ჭამო რამდენიც გინდა, ხორცი შეგიძლია ჭამო რამდენიც გინდა, ნებისმიერ რამ რაც ცხოველური ცხიმი და ცილა შეგიძლია ჭამო რამდენიც გინდა. ამას პირდები საკუთარ თავს, ეს პატარა ესეთი იმასავით არის, ფსიქოლოგიური ტრიკივით არის რა, ტყუილივით არის. მართლა ტყუილიც არ არის, ანუ მართლა მაგას პირდები საკუთარ თავს, უბრალოდ ეხლა რო თქვა რომ ძალიან ბევრი რო ჭამო მაინც და ცხოველური და არ გასუქდებიო, მთლად ეგრეც არ არის, შეიძლება მაინც გასუქდე, აი ძალიან ბევრი რო ჭამო. ოღონდ პრობლემა კი არა და მთავარი კარგი ამბავი ამაში რა არის, იცით რომ ეს შეჭამო. ანუ რავი, რამდენი კვერცხი უნდა შეჭამო, ან რამდენი ხორცი უნდა შეჭამო, ან რავი, რამდენი უნდა ჭამო, რო გასუქდე. უბრალოდ ვერ შეჭამ იმ რაოდენობისას, რომ ამან შენი გასუქება გამოიწვიოს რა. და იმდენად მაღალი კვებითი ღირებულება აქვს, იმდენად ბევრ სასარგებლო და მნიშვნელოვან მინერალებს თუ ნივთიერებებს თუ კვებით, ასე ვთქვათ, კვებითი ღირებულების მქონე ცხიმებს, ცილებს და ასე შემდეგ შეიცავს ეს ყველაფერი, რომ აი ერთ-ორ დღეში აღმოვაჩენ, რომ ფაქტობრივად აი იქამდე რომ მიჩოვლიყავი, რომ შაქრიან ნახშირწყლებიან იმაზე რომ ვიყავი მიჩოვლი, აი მაგაზე რომ მაგით რომ ჭამდი, ერთ-ორ დღეში აღმოვაჩენ, რომ ამენტარქშია. ერთ-ორ დღეში აღმოვაჩენ, აი თავიდან პირველ დღეს მაგალითად რაღაცა 7 თუ 10 კვერცხი შევწვი და მშვენივრად შევჭამე კარაქში კარგად.
კარგად მივირთვი და მე მეგონა რომ მეორე დღესაც დავждებოდი და ისევ ეგრე მივირთვევდი და შევწვი და ვერ შევჭამე. ანუ განა არ მშიოდა, კი მშიოდა. დავჯექი, მაგრამ აშკარად ვერ შევჭამე. მერე შემდეგ დღეებში დავაკელი კიდე რომ შევწვი კვერცხი, რაღაცა ჩამოვედი 7-ზე, 6-ზე. ვერცის ვერ შევჭამე ბოლომდე. ანუ ძალიან კარგად დავნაყდი, ვაფშე აღარ მშიოდა, რაც ვჭამე, მორჩა. ბოლოს 5 კვერცხზე შევუთანხმდი საკუთარ თავს. 5 კვერცხი შევწვი. მასკენი შევჭამე, მაგრამ პატარა ბავშვები მყავს 3. 3 მყავს და ერთი წლის არის და ეხა დაიწყო ბევრი რაღაცებს ჭამს, მოკლედ. აქამდე სულ ძირითადად საბავშვო საკვებს ჭამდა და ეხა უკვე დიდების კვებაზეც გადავიდა და ანუ მე რო ჭამ ხოლმე უყვარს რომ მოდის და მიჯდება კალთაში და ეხლა 5 კვერცხს ხო შევჭამ ხოლმე რაღაცა ალბათ 1-ს ან 1.5-ს ილია ჭამს და დანარჩენს მე და ისიც აი ბოლომდე ჭამა მიჭირს რა 5 კვერცხი რო შევწვა კარგში კარგად მომამზადო გემრიელად რა თქმა უნდა ანუ ეს არ არის კვება რომლის დროსაც რაღაცა უნდა ბერად აღიკვეთოთ და ყველაფერზე უარი თქვათ და რაღაც არა უბრალოდ შაქრებზე და ნახშირწყლებზე უარი თქვით და დანარჩენი რამდენიც გინდათ რაც გინდათ ჭამეთ მაგრამ ვერ შეჭამთ მაგრამ ვერ შეჭამთ ნიშნავს იმას რომ ჯერ ერთი ცოტას შეჭამთ და მე მეორე არ გშივდებათ და მე მესამე საკუთარ თავს არ ებრძვით რადგან მოგშივდათ ამის გამო ეს მოთხოვნილება არ გაქვთ cravings რო ეძახიან რომ აი რაღაც შაქრიანი მინდა შევჭამა რაღაც ის ვქნა ეს ვქნა ასე შემდეგ ეს ყველაფერი არ გაქვთ და ნუ აი ძალიან კარგად მიდიოდა პირველი 2 კვირის განმავლობაში ძალიან კარგად მიდიოდა ყველაფერი 2 კვირის თავზე უცებ აი არსაიდან ისევ გამიჩნდა ის შეგრძნება რომ თითქოს რაღაც ტკბილის ჭამა რო გინდა აი ყველა ხვდებით ახლა რაზეც ვსაუბრობ ხო აი ეს შეგრძნება ისევ გამიჩნდა ვიფიქრე არ მომეწონა იმიტომ რომ აქ 2 კვირა კარგად ვარ რა კარგად მივდივარ ვიკლებ წონაში რაღაცა და რა დროს ტკბილია რა დროს დახშერწყლებია დავიწყე ChatGPT-ს ვკითხე და ვარესერჩე რაღაცები ვქენი იქით-აქეთ და ნუ ChatGPT-მ რაც მითხრა ესაო შენი ორგანიზმიო ესო არის ომიჩვეულიო რეალურადო აი ამ გლუკოზის გარეშე ცხოვრებასო ეხაო გადააგება მიდისო 2 კვირის თავზეო ესო ძალიან ჩვეულებრივი ამბავია რომ ცოტაო შეიძლება პანიკაში აღმოჩნდაო შენი ორგანიზმიო რომ აი ღვიძლშიო რომ გლიკოგენი ამდენი ხანიაო არ არისო და რაღაცაო და ამის გამო შეიძლება ჩათვალაო რომ რაღაცა საჭმელის პრობლემაო და საკმარის საჭმელი ან თლიანად ცხიმის წვაზე გადასული ჯერჯერობით მაინც არ არისო ჩათვალაო რომ საჭმელის ანუ მიღების და მოპოვების პრობლემაო და რაღაცა ანუ ეს craving-ი ანუ ეს შეგრძნება რომ რაღაც გინდა ტკბილი რაღაც გინდა ეს შენ ტვინი გიგზავნის ამ იმას ამ სიგნალს მოკლედ რა თუ კუჭი აგზავნის ტვინი რაღაცნაირად არის მოკლედ არ ვიცი მომელებელი სისტემა თუ რაღაცნაირად არის მოკლედ ერთმანეთთან ხო კომუნიცირებენ და რაღაცნაირად ითარგმნება იმ სიგნალში რომ საბოლოოდ შენ გინდება ტკბილის ან ნახშირწყლების ჭამა და რამეო ცხიმიანი მიიღეო, რამე ელექტროლიტები მიიღეო, თქვა მე ხშირად ვსვავ ბორჯომს, აი ბორჯომი მიიღეო რაღაცა და ნახეო, აბა შეხედე რა ეფექტი ექნებაო წესი და გადაგივლისო. ოკეი, წავედი, ყველი და კარაქი ვჭამე მაშინ მახსოვს, იმიტომ რომ უცებ გასამზადებლად არაფერი არ მქონდა და ყველი და კარაქი ომაცივარში და ვჭამე. ბორჯომი მივყოლე და მოვჭა. მან ცოტა ვჭამე ისიც რა. იმიტომ კი არ ვჭამე ცოტა რომ რაღაცა შევზღუდე რაღაცა. არა, უბრალოდ ვჭამე და არ მინდოდა რომ ტკბილი მეჭამა რამე და დამერღვია ეს ახალი რეჟიმი ასე ვთქვათ. ოკეი, გამიხარდა რომ მორჩა, გავაგრძელე ცხოვრება. მეორე დღეს დაახლოებით ისევ იმ დროს ისევ ის შეგრძნება მაქვს. ვიძახი. ისევ წავედი გავიმეორე, ეს რა ქვია
რაღაცა ცხიმი შევჭამე, აღარ მახსოვს და მარილიანი რაღაცა და ისო გაქრა და თან ვარკვევდი ChatGPT-ს ვეჩათავებოდი ამ ყველაფერზე და საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივედი, რომ თურმე 2 კვირის თავზე ეს ადაპტაციის მომენტის რაღაცა კიდე გადალახვადი მომენტი არის ეს და ამ ეს 2 დღე იყო ესეთი, ასე ვთქვათ, გამოწვევის სახით. ამის მერე ისევ ჩვეულებრივად დაბრუნდა ის მომენტი, როცა ეს craving-ები, ანუ ეს მოთხოვნა, რომ რაღაცა ტკბილი გინდა ჭამო, ისევ გაქრა. ეს 2 კვირა საერთოდ არ იყო, მერე 2 დღე იყო და მერე ისევ გაქრა. ეხლა უკვე თითქმის მე მგონი თვეზე მეტია უკვე აღარ მახსოვს ზუსტად, მაგრამ თვეზე მეტია უკვე თითქმის ამ იმით ვიკვებები. წონის კლების სიჩქარე არ არის ისეთი, როგორიც ფასტებზე მქონდა. ფასტებზე აი ძალიან სწრაფად ვიკლებდი, სუპერ სწრაფად ვიკლებდი რა. მართლა 1 კილოს, კილონახევარი შეიძლება თუ აქტიური, ფიზიკურად აქტიური დღეს იყო და თან ფასტზე ვიყავი, რას ლაპარაკობ, ძალიან მაგრად ვიკლებდი რა. და მინიმუმ აი 800-900 გრამი 1 კილო ჩვეულებრივი ამბავი იყო, განსაკუთრებით თუ ღამე კარგად მე 8 საათი თუ მეძინა, იმ მეორე დილას უკვე 1 კილო უეჭველი დაგლებული მქონდა რა. და ეხლა ასე ფასტების გარეშე ოღონდ როცა მინდა ჭამ და რამდენსაც მინდა ჭამ, ოღონდ ჭამ მხოლოდ ცხოველურ ცხიმს და ცილას და ამით ვაკონტროლებ იმას, რომ არ მინდება ვაფშე სხვა არაფერი. მართლა აი ანუ თავი პრობლემა რა არის ისეთ სუქან ადამიანებში, რომ მათ არ სჯერათ საკუთარი თავის, არ სჯერათ იმის, რომ გაუმკლავდებიან იმ პრობლემას, როცა მოშივდებათ უარს იტყვიან ჭამაზე. აი ეს ნებისყოფა ეყოფათ თუ არა, აი ეს არის მთავარი პრობლემა. და საკუთარი თავის არ სჯერათ და ამიტომ ხელი აქვს ჩახნეული. და მე მინდა გითხრათ, რომ ვისაც ეს პრობლემა გაწუხებთ, რომ სინამდვილეში ეს პრობლემა არ არის მართალი. არ მოგიწევთ მაგასთან ბრძოლა თუ სწორ საკვებს აარჩევთ. ანუ შეიძლება 1 დღე ან 2 დღე იყოს ის მომენტი, რომ გქონდეთ ის შეგრძნება, რომ რაღაცა გინდათ, რაღაც ტკბილი ჭამოთ ან რაღაცა და ამ დროს ცხიმს და მარილიანს რამეს თუ მიიღებთ, ყველი იქნება ეს თუ თუნდაც უბრალოდ მარილიანი წყალი რო დალიოთ, ხო? და რამე ცხიმი ან ცილა მიიღოთ, გადაგივლით, ძალიან მალევე გადაგივლით და არ მოგიწევთ არანაირი ბრძოლა, ეს ფსიქოლოგიური მომენტის შიმშილთან ბრძოლის თუ დადგა, ჩათვალეთ, რომ წააგეთ. ამიტომ ერთადერთი გზა რომ არ დადგეს ეს მომენტი არის, რომ არ დააყენოთ ეს მომენტი. და როგორ არ დააყენოთ, იმით კი არა, რომ შაქრები და ნახშირწყლები ჭამოთ, არამედ იმით, რომ წესიერი საკვები კარგად ჭამოთ. იმდენი ჭამოთ, რომ აი თქვენი ფსიქოლოგია არ დაზიანდეს, არ თქვენს ტვინს არ ეგონოს, რომ შეერი ხართ. ანუ არ შეიზღუდოთ რამდენიც გინდათ იმდენი ჭამეთ რა. შედეგად მივიღე ის, რომ 1 თვის თავზე დაახლოებით 5-6 კილო მაქვს დაკლებული, შეიძლება მეტიც ცოტა. ანუ ძალიან ჯანსაღი კლებაა. ისეთი კლებაა, რომლის გამოც აი კანის ნაწილში მქონდა ფიქრი, რომ აი კანის კორექცია ან რაღაც ხო არ დამჭირდება თქო სწრაფად რომ დავიკლოთ ხო არ ჩამოგეკიდება ისა ესა ბლა ბლა ბლა. არავითარ მსგავს პრობლემის წინაშე არ ვდგები. კანის სტრუქტურა ფაქტობრივად შემეცვალა, ძალიან გლუვი გახდა. არასოდეს ესეთი კანი არ მქონია. ზოგადად ძალიან კარგად უზნობ თავს. და რაც მთავარია, ჩემი ტვინი გადავიდა გლუკოზის დაწვიდან კეტონების დაწვაზე. ანუ ტვინს აქვს 2 საწვავი, გლუკოზა და კეტონები. ამ წუთას ჩემი ღვიძლი გამოიმუშავებს დიდი რაოდენობით კეტონებს, იმიტომ რომ გლუკოზა აღარ არის. აღარ ვიღებ გლუკოზას, ამიტომ რაღაც საწვავი ჭირდება და კეტონები გაცილებით უფრო მაგარი საწვავია. და თუ რამდენად მაგარი საწვავია კეტონები და რატომ არის ესე და რა მენტალურ ცვლილებებს იწვევს,
როგორ უფრო განგაწყობს უკეთესად ცხოვრებისკენ, როგორ შეგძენს საკუთარი თავის რწმენას, როგორ ასე ვთქვათ, გაგხდის უფრო სხარტს, უფრო ფხიზელს, უფრო არ ვიცი, ყველანაირად გონებრივად რამდენად კარგად მოქმედებს, უბრალოდ ვერ წარმოიდგენთ იმდენი რამეა და იმდენ რამეში გეხმარება ფსიქოლოგიურ მომენტში, დეპრესიაზე, ძალიან ბევრ რაღაცაზე მოქმედებს იმდენად მაგრად და ეს საკუთარ თავისდან გამომდინარე ვლაპარაკობ ამას და არა რამე სხვა, თუმცა სხვა ადამიანებიც ამაზე ხშირად ლაპარაკობენ. ნუ არ ვიცი. შემდეგ ვიდეოში გეტყვით მაგასაც, რა ეფექტი, ანუ წონაში ხო ვიკლებ. კიდევ ფიზიკურ აქტივობას რას ვაკეთებ, კეტონებს რა ეფექტი აქვს გონებრივ განვითარებაზე თუ გონებრივი ფუნქციის გაუმჯობესებაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამ ყველაფერზე კიდევ ერთ ცალკე ვიდეოს ჩავწერ და ამაზე დავილაპარაკოთ კიდე ცალკე. ეს ვიდეო უკვე კარგად გამიგრძელდა 25 წუთი ვლაპარაკობ, ამიტომ იდეაში ეგ არის. არ უნდა მოიშიო თავი. არ უნდა დაისტრესო. უბრალოდ ცხოველური ცილა და ცხიმი მიიღე და აბსოლუტურად შეიძლება შენი ცხოვრება პირველად შენ ცხოვრებაში ერთ თვეზე მეტი გავიდა ისე, რომ არაფერი, არც შაქრები, არც ნახშირწყლები არაფერი მიმეღია და არც კი მეფიქრება, ანუ არც ბრძოლა არ მიწევს. რომ აი საკუთარ თავთან რომ აი ეს ჭამო თუ არ ჭამო თუ ეს ვქნა თუ ის ვქნა თუ აი არანაირი საერთოდ პრობლემა არ არის. ისიც კი არ არის, რომ აი შეიძლება ბევრმა თქვას, რომ აი ხორცი შედარებით ძვირია, გამზადება ძნელია, ეს რაცა. ანუ იგივე პრობლემა მეც მაქვს ცხოვრებაში, ხორცს ზოგადად ვერ ვყიდულობ კარგ ხორცს. არა უშავს ხორცი თუ წესიერი არ არის, ვაფშე პრობლემა არ არის, კვერცხი ძალიან მაგარი შემცვლელია და всё. კიდევ ვიტამინებზე, დანამატებზე, საკვებ-დანამატებზე, მინერალებზე, ბევრ რაღაცაზე გვაქვს სასაუბრო და შემდეგ ვიდეოებში ვისაუბრებთ, მაგრამ ყველაზე მარტივია ცხოველური ცხიმით და ცილით დაწყება და ნახეთ ის სასწაული თუ რა შეუძლია მოახდინოს, რისი მოხდენა შეუძლია თქვენს ორგანიზმს თუ სწორ საკვებს მიაწვდით. აბადროებით. ხო, დამისაბსკრაიბდით და დამილაიქეთ ვიდეოები და კომენტარებში მითხარით რა შვებით. ვაფშე მინდა რომ შემომიერთდეთ კიდევაც, ვინც იგივე ამბავში ხართ. ერთად ვქნათ რა, ეს ამბავი ერთად გავაკეთოთ. Facebook ჯგუფის ბმულსაც დავლინკავ და Facebook ჯგუფში შემოდით და დაწერეთ რას შვებით, როგორ შვებით, კომენტარებში დაწერეთ აქ რა შვებით. და ერთად გავჯანსაღდეთ რა. გასწორებს. რაც მეტი ადამიანი იქნება ირგვლივ, ვინც გაჯანსაღების გზაზე დადგება, მით უკეთესი. მე აი ის მომენტიც გამიქრა, რომ აი რაღაცა უნდა თითქოს აი დიეტაზე უნდა ყოფილიყავი ადრე დიეტაზე და მე მორჩება დიეტა და ამოვისუნთქავ, ხო? არა, ანუ ამ ერთ თვეში უბრალოდ დამავიწყდა, რომ საერთოდ რაღაცას სხვა, ანუ იმდენად ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა ეს ყველაფერი, რომ ტკბილი და რაღაცები რომ არსებობს, ანუ მაღაზიაში რომ შევდივარ დახლზე რაღაცა ტკბილი ნამსხვრევს რაღაცებს ხედავ, ანუ რეაქცია არ მაქვს, ადრე იყო რომ მინდოდა რა მაგარია, მოდი ხა შევჭამ რაღაცას და არა, ანუ რეაქცია არ მაქვს, ანუ საერთოდ ემოციური ეს ჯაჭვიბმა რომ აი ხა ამას რო ხედავ, ამას რო შევჭამ, მე ამის მერე სიამოვნება იქნება, ხო? ეს გამიქრა, იმიტომ რომ იმდენად მეტი სიამოვნება მივიღე აი ამ პროცესში, ამ ერთი თვის განმავლობაში, იმდენად დიდი ბენეფიტი მაქვს ცხოვრებისეული, იმდენად სუბუქად ვარ, იმდენად მეტ რამეს ვახერხებ, ყველა მიმართულებით გონებრივი, ფიზიკური, აი ურთიერთობები ადამიანებთან, აი ყველა მიმართულებით იმდენად მაგარი ბენეფიტი აქვს, რომ არაფერი ბენეფიტი არ არის იმ ტკბილის შეჭმა, ჩემთვის არანაირი ბენეფიტი არ არის, მით უმეტეს თან რომ ანუ დამშეული არ ვარ რა. და ანუ თან რომ დამშეული არ ხარ, თან ამდენი სხვა ბენეფიტები გაქვს. და თან რომ ეს ყველაფერი ერთიანად, ასე ვთქვათ, გაძლევს იმის საშუალებას, რომ
აღარ იფიქრო იმაზე, რომ აი ხა რაღაცას უცებს შევჭამ და აქედან უცებს სიამოვნებას მივიღებ, ამაზე კი აღარ ფიქრობ. უკვე იმაზე ფიქრობ, რომ რეალურად ცხოვრებაში რაც შეიძლება წინ წახვიდე, რა მაგარი იქნება, ეხლა რომ ამ წონაზე ვარ და რა მაგრად გძნობ თავს, 163 კილო ვარ და რა მაგრად გძნობ თავს ამ ერთი თვის მერე. და ხო წარმოგიდგენიათ, რომ აი ნახევარი წელი და 1 წელი რომ ამ ბავშვი ვიქნები, ხო აი სრული ტრანსფორმაცია მოხდება, ხო? შესაბამისად, რადგან ეს მოხდება, მუდმივად უკეთეს, მუდმივად კარგს ველოდები და საერთოდ აღარ მგონია, რომ ეს უნდა დამთავრდეს და ეს დიეტა და ეს რაღაცა ისეთი მოკლევადიანი ამბავი. არა, всё, მორჩა, ამ ცხოვრების წესზე გადავედი. მე უკან დაბრუნება არ მინდა, აღარას დროს აღარ დაბრუნდები. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცხოვრებაში აღარას დროს ტკბილს აღარ შევჭამ. არ ვიცი, შეიძლება რაღაც ეტაპზე, როცა ჩავთვლი, რომ რაღაცა დღესასწაულზე ან რაღაცაზე შეიძლება. ეგეც არ ვიცი სიმართლე გითხრათ. მაგრამ შეიძლება, რომ რაღაცა გავსინჯო. ოღონდ ამას მე არ ველოდები, ამას მე არ აი აღარ არის ჩემ ცხოვრებაში ის მოლოდინი, რომ აი ხა როდის რაღაცა იქნება. როდის იქნება ტკბილი კიდევ ჩემ ცხოვრებაში. ამის მოლოდინი არ არსებობს საერთოდ. თუ ამას გადავწყვეტ, რომ რაღაცა ტკბილი გავსინჯო, ანუ ჭამო, ეს იქნება რაციონალურად გადაწყვეტილი და ეს იქნება, რომ რაღაცა შეჭამე იმ რაოდენობით და იმ დოზით და იმ ინტერვალში, რომ არ დაგაზიანოს და გააგრძელე ცხოვრება. გააგრძელე ცხოვრება სწორად ჯანსაღად აი ამ წესით, როგორც არის. ის კი არა, რომ რაღაცა შეჭამე და მე გადააბადა რაღაცა ნარკოტიკივით არის ფაქტობრივად რა. ანუ ჩაგარი არის ნარკოტიკივით და ფაქტობრივად გამოდის, რომ შეგიძლია გადააგდო ჩანაცვლებითი თერაპიით, ცხიმისა და ცილების ჩანაცვლებით შეგიძლია სრულიად გადააგდო, ანუ ეს მოგეხსნას ეს მოთხოვნილება, ეს ნარკოტიკული ლომკა თუ გინდათ დაარქვით, თუ რაც გინდათ ის დაარქვით, ეს რომ მოგეხსნას არის სრულიად შესაძლებელი, არ არის დაკავშირებული არანაირ ჯვასთან, არანაირ სირთულესთან და დაკავშირებულია იმასთან, რომ გემრიელად შემწვარი კვერცხი და ხორცი ჭამო რა. That's it. აბა შემდეგ ვიდეომდე. Subscribe ღილაკს დააჭირეთ და like ღილაკსაც დააჭირეთ. ძალიან მიხარია ხალხი რომ ერთდება და კომენტარებში აქტიურეთ თქვენი აზრების მოსმენა ძალიან მახარებს.